ეს სახე 90-იან წლებამდე ჩვეულებრივი სახე იყო და არავინ არ ფიქრობდა, რომ დათო ფორჩხიძე თანამედროვე ქართული მუსიკის ისტორიაში განსხვავებული სახე გახდებოდა. დათო იყო ძალიან წყნარი ბავშვი თავიდან. აი 3 წლამდე თითქმის აი 2 წლის ნახევრის რო იყო, წესრიგად არც ლაპარაკობდა. ძალიან წყნარი იყო, თავისთვის თამაშობდა და მთელი დღე შეეძლო მარტო ეთამაშა თავისთვის. მესამე კლასში იყო სკოლაში. რომ გაუჩნდა სურვილი რომ ესწავლა მუსიკა. ხო და მე აქტიურობა არ გამომიჩენია მაშინ და შეუბრალო უბრალოდ საფუთები და თვითონ მას გავატანე. მე პირველ სკოლაში სწავლობდა და თვითონ გავატანე და იქ სტუდია იყო და შეიტანა თვითონ ეს საფუთები გასინჯეს და ჩაირიცხა და პირველ კლასში რომ მიიღო, ესე იგი პროგრამა, ეხლა დატვირთული პროგრამა მისცეს, რომ ესე იგი მესამე კლასის პროგრამა მისცეს და ესე გამოსა რომ ჩააბარა, პირველიდან უკვე მესამე კლასში დასვეს. სკოლაში და სკოლის პერიოდში დათო გუნდში მღეროდა, პირველ სკოლაში იყო ბიჭების, აი პატარა ბიჭების გუნდი იყო და მახსოვს რომ 9 წლის რომ იყო ფილარმონიაში გამოიყვანეს ეს ბავშვები, ხალხურ სიმღერებს ხეროდნენ მაშინ ის ბავშვები. მოზრდილ დათოს მუსიკალური სკოლა არ დაუმთავრებია. ამ დროისთვის მას სხვა გატაცებები ჰქონდა. როცა სკოლას ამთავრებდა 10-11 კლასში ეს დაიწყო ეს 9 აპრილის წელი იყო მაშინ და ესენი ჩაერთვენ ბავშვები მთელი სკოლები მაშინ როგორც გახსოვთ ალბათ იყო ქართული ეროვნულ მოძრაობაში და დათო მაშინ გახდა იქ ლიდერი სკოლაში ეროვნული მოძრაობის თავისი ჩამოაყალიბა საზოგადოება, რომელიც ეს რეგისტრირებული იყო საზოგადოება, პაატა სააკაძის საზოგადოება ერქვა ამ საზოგადოებას და სკოლას მაშინ მიანიჭა, 178 სკოლას მიანიჭა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი და დღესაც იმ სახელით არის. მეგობარი ყავდა მას იქ ახლოს რომელიც ესე ერთ-ერთი ჯგუფი იყო ნება ასეთი ჯგუფი ხო და სერგო დალაქიშვილი ძალიან კარგი ახალგაზრდა. სკოლაში გავიცანით ერთი მეორე, გარდა იმისა რომ მეზობლები ვიყავით, დავახლოვდით. და მუსიკაში შემიძლია თამამად თქვა, რომ რაღაც გარკვეული მიმართულებები მე მიუთითე, ესე ვთქვათ რა. და რომ უსმენდა ძალიან უყვარდა ჯორჯ მაიკლი, ძალიან უყვარდა რაღაცეები, ესე ვთქვათ. პირველი სერიოზული ჯგუფი, რომელსაც მე ვთვლით ეს იყო Earth, Wind and Fire, რომელსაც ჩააკვდა ეს ჩააფრინდა და აღარ უშვებდა კაიხანი ხელებიდან. მე ერთი პერიოდი იყო ჯგუფი ბნებაში მოსული, სადაც ძალიან დიდი პრაქტიკა მიიღო, ფაქტიურად ჩემი და გოჩა ჯგუფი. ჯგუფს აინტერესებდა მუსიკოსის გარდა, ესეთი კაი ტიპი უნდა, ისეთი ტიპი უნდა ყოფილიყავი რა, რომელიც ჩაეწერებოდა და უბრალოდ იმ სიტუაციაში, რასაც თხოვლობდა ჩვენი ჯგუფი. და დათო აი ზუსტად ისეთი ელემენტი იყო თავისი გარეგნობით, თავისი ნიჭით, თავისი ყველაფრით და მოვიდა ჩვენთან. სუსუ პირველი სიმღერა ჩაწერა, ეს იყო ესეთი მუსიკოსი იყო თბილისში ბაკუნა. გვარი და სახელი აქვს ბაკუნას ვეძახდით. ესე იგი წითური ბიჭი იყო გიტარისტი, იმას ჰქონდა ესეთი ინსტრუმენტი როლანდ დეოცი იყო ესეთი იმ პერიოდში, ძალიან ფუფუნებოდ ითვლებოდა. იმასთან ჩაწერა, მაგრამ მართალი გითხრათ მე იმდენი არა, რამდენიც ჩემი ძმა დავცინოთ. იმდენად საშინელება იყო. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით აი პირდა თითით აი ესე დასცინეთ, ბავშვს აი ესე დავცინოდი და მეორე ნამუშევარი სერიოზული რასაც ქვია გაკეთებულია ჩემ მეორე და დაახლოებით 5 სიმღერა. ეს გაკეთებულია ჩემთან. მე ხა არ ვდებ თავს იმაზე რომ სულ მე ვაკეთებდი, უბრალოდ მეჯდა გვერდზე და აბა როგორ გინდა? აი ესე გინდა, ხო მინდა. ესე გინდა, ეს გადასვლა ესე გინდა, ხო აი ესე მინდა და ეს ფონოგრამა ჩაიწერა სახისთვის, სხვათა შორის იყვნენ მაშინ 5 თუ 6, მაგრამ ესე იგი შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ძირითად ტვირთს იღებდა თავის თავზე ეს. რატო? იმიტომ რომ ხმის გაშლა როცა მე გავიცანი დათო, მაშინ უკვე არსებობდა სახე
აი ეს პირველი სახე ასე პირობითად რო დავარქვათ 5 წევრი იყო მაშინ სახეში და ეს სახის 5 წევრი იყო ჩემი მეგობრები. იყვნენ ჩემი მეგობრები. ნუ მე ისე მოხდა რომ ერთ-ერთი წევრი წავიდა რაღაც მიზეზების გამო, თავისი რაღაც პირადი მიზეზები ჰქონდა. რაღაც ამ ყველაფერმა ამ ნაცნობობამ ურთიერთობამ და იმას რომ სურვილი მქონდა და თვითონაც მქონდა განაპირობა ის რომ მე აღმოჩნდი მეხუთე წევრად სახეში, აი პირველ სახეში. არსებობდა ჯგუფის სახე, რომელიც ბევრს ცუდდა ზოგ იმ დროისთვის კარგ სიმღერას ასრულებდა და ამ ჯგუფს რაღაც უნივერსიტეტის შემადგენლობასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ბევრი ჯგუფის წევრი სწავლობდა უნივერსიტეტში, თავად დათოც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. კავენზეც გამოსულა უნიჭოთ, რა თქმა უნდა. უნიჭოთ არ უმღერია, მაგრამ კავენში მისი ადგილი საერთოდ არ იყო. და აქედან ვიცნობდი მას. სადღაც იალტაში წავიდა იქ, მერე ტრაბახობდა, რომ რაღაც პრიზები მოიგო და დათო იყო ფესტივალზე. მაშინ პრინციპში ჯერ კიდევ არსებობდა პირველი სახე რაღაც, აი ისეთ ცუდ ფორმებში. ფესტივალზე იყო დათო, ეგეც რაღაც ისეთ ენერგია იყო, რომ აი მაინც რაღაც ლაურეატი გახდა იქ რაღაცა ახსოვს ბათუმში ვიყავით და ძალიან ის გულშემატკივრობდით ORT-ზე რაღაც. რაღაც მეორე ტალღასავით იყო, თვითონაც უკვე რაღაც დაჯერებული და ისეთ ჩამოვიდა. ვიღებდით ინფორმაციას, რაღაცებს უსმენდით, რაღაცებს ყიდულობდით, რაღაცებისთვის ვემზადებოდით. და ისე უბრალოდ არ ხდება ხოლმე, დავუშვათ, შევიკრიბეთ აბა ახალი რაღაც. ამას ჭირდება ხოლმე, ჩვენ ყოველ შემთხვევაში გვჭირდება ეგეთი რაღაც პაუზა, როდესაც რაღაც პარამეტრებს ვეწევით ჩვენი აზრით. მეტნაკლებად ხთათ იქ ვერ ავალთ, მაგრამ რაღაც ნუ წინაზე უკეთესი გვინდა რომ იყოს და რაღაცებით ვემზადებთ. შემდეგ იყო უკვე ხუჯაძის მოყვანა ჯგუფში. ეს დათოს იდეა იყო. პრინციპში ერთი რაღაცაც ყოფილა თუ მან როდესაც მე მივედი სახეში მაშინ ეგეთი რაღაც დამდგარა არჩევანი რომ ან მე უნდა მივეყვანე დათოს და ეთქვა ჩემს რომ მე უნდა მისულიყავი სახში ან ხუჯაძესთვის და მაშინ რატომაც ეგრე მოხდა რომ მე მითხრა და როდესაც უკვე ჩვენ ორი დავჭით მე აი დათოს იდეა იყო და მეც მივესალმე რომ მოვიდა ჯგუფში ხუჯაძე ასე შეიქმნა მეორე სახე იყო 94 წელი როცა ეს რადიო ამან ჩემის რადიო ამუშავდა. მე იყო ჩემს ცხოვრებაში დიდი ხანი იყო გოგა ხაჭიძე, ჩემი მეგობარი და აც ნათესავი, რომელიც აღმოჩნდა ამ ჯგუფში და მე გაჩნდა ფორჩხიძე, რომელმაც თქვა, რომ აი რაღაც ახლის გაკეთება შეუძლია და ჩვენ გადავწყვეტ, რომ გავაკეთოთ ერთად ახალი რამ, კონკრეტულად კი პირველი ქართული სინგლი შერასექსი ხარზე აქვს ლაპარაკი გამოუშვა თქო. და მოხდა ამ ასე ვთქვათ მოდური სიტყვა ახლა ამ პროექტის დაფინანსება 97 წელს გამოვიდა ეს პირველი ქართული სინგლი შენ რა სექსი ხარ რომელმაც ამინდი გააუპატიურა მაშინ და რომელმაც ამინდი გააუპატიურა მაშინ და ერთად არარსებული ჩარტების სათავეში მოექცა ისტორიული სიმღერაა და მე ჩამოყალიბდა ჯგუფის სახე რომელიც შემადგენლობა პირველი წელი მუდმივად იცვლებოდა და მე უკვე ხუჯაძის გამოჩენის შემდეგ ჩამოყალიბდა შემდეგნაირად ესე იგი ცენტრში ფორჩხიძე მარცხენა გარემარბი ხუჯაძე და დაცვაში ხაჭიძე და მე კარებში ვიდექ თუ თქმელი ვიყავ ჩავატარე, იმენი არც ერთი ახლანდელ ასე ვთქვათ ჭყალებში ვარსკვლავს არ ჩაუტარებია კონცერტი და ამდენი კასეტა არ გაუყიდია. ჩვენ შევძელით ჩაგვატარებინა მრავალი სოლო კონცერტი ფილარმონიაში თუ სპორტის სასახლეში. სოლო კონცერტი, რეალურად სოლო კონცერტი, ესე კი არა რომ ბოლოში რაღაცები იმღერებენ და მე მანამდე 50 გვარი ვარ. ძალიან გამი, მაგრამ არ
ჩვენ პირველი კონცერტი იყო ფილარმონიაში. რიცხვი აღარ მახსოვს და ჩემი აზრით იყო ჯგუფისთვის ისეთ ყველაზე კარგი კონცერტი და ყველაზე დასამახსოვრებელი. ძალიან ისეთი ჩვენთვისაც სიახლე იყო ეს ყველაფერი და მაყურებლისთვისაც და სხვა რაღაცა ხდებოდა, არ ხდებოდა ტრადიციული რაღაცები, არ ხდებოდა. არატრადიციული რაღაცები ხდებოდა, იქ რაღაც ხალხი ხეებიდან ხდებოდა ფილარმონიაში, გვერდზე ალვის ხეებიდან რაღაც შეიძლება ცუდი რაღაცები ხდებოდა, რაღაც ვიტრინებს ეხავდნენ და ისე შემოუვიდნენ. ძალიან ბევრი ხალხი გარეთ დარჩა. თვითონ დარბაზში არაფილარმონიული განწყობა იყო და მე მეტ კონცერტი ჩვენ აღარ გქონია ფილარმონიაში, იმიტომ რომ დირექტორმა თვითონ გითხრა რომ მართალიც ხო პრინციპში. დიდი ზარ არ ნახა ფილარმონია ამ კონცერტით სკამები დაიმტრო. თვითონ განწყობა იყო რაღაც ახალი. მაყურებელსა და შემსრულებლებს შორის. წინადადება იყო რომ ერთობლივი კონცერტი გავკეთებინა ამ ჯგუფს Poetry in Motions და სახეს. ერთადერთ გავიარეთ სცენაზრებიც ერთად და არანაირი პრობლემა არ ყოფილა დავუშვით იმის რომ რაღაც ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ და სცენაზე და თვითონ კონცერტზე გავიჭირდებოდა ერთად გავასვლა. I assure you the best is mine. Looking fine, plus accommodation. Revealing just enough skin that it can play with the imagination. Multi-nation, half German, half Haitian. My heart racing uncontrollably. Then we kiss. Albert momenatrebi. We'll be back. ჩვენგან წასვლაც ალბათ მაგისტრალი იყო, რომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შესვენება გვჭირდებოდა და არასამუშაო განწყობა უნდა ქონებოდა და დათოთვლდა, რომ პირიქით. ისეთი უფრო მოძრაობა უყოს. ჩვენ კიდევ რაღაც მივდივართ, მე ვისვენებთ, მე კიდე მივდივართ. სერიოზული ბუმის შემდეგ დათოს ცხოვრებაში მშვიდი პერიოდი დადგა. თუმცა ეს ერთი შეხედვით. სახის ხმის ჩამწერ სტუდიაში დათო მშვიდად მუშაობდა და ისეთთან გაკეთებული ორი სიმღერა, რომელიც დათოს ეკუთვნოდა, იყო ჩემი დიდი მონდომებით, ანუ მე მინდა რომ დათოს გაეკეთებინა ჩვენთვის სიმღერა და ჩემი ამერიკაში წასვლის შემდეგ, ესე იგი, რადგან ამერიკაში გავეცანი აი დაუშვა ცნობილი ხალხის ბიოგრაფიებს და როგორ მიყვებოდნენ, როგორ თანმიმდევრობას, აი როგორ ხდება მათი ეს თუნდაც დისკის გამოშვება თუ რაც არის, მეც მინდოდა იგივე თანმიმდევრობით გამაკეთებინა თბილისში და საქართველოში და ვიფიქრე ჩემ სტილს იქიდან გამომდინარე, რაც მინდა რომ ვიმღერო და მე როგორი სიმღერით მინდა მქონდეს ყველაზე კარგად და ნუ რეალურად და მე როგორც მინდა და ისე გააკეთებდა დათო პორტრეტი. ამიტომ მოვაკითხე დათოს. და ის ჩემი გეგმა რო გავაცანი როგორც მინდა დაუშვათ ეს მთელი სტრუქტურა და ეს მეცნიერულად მივუტეკი ამ საკითხს, ასე რომ ვთქვათ, ძალიან დაინტერესდა დათოს. თან უნდა რომ თავისი აი პროდიუსერობა ნუ ჩემზე ეცადა. არ შევასხდე რამის.